მით უმეტეს ახალი რომ სტარტი ვახსენეთ და ბატონო რუსთავი 2 თავის ძველ ისტორიას ახალი გზით აგრძელებს 1994 წლიდან დღემდე არხი ყოველთვის იყო ცვლილებებისა და ინოვაციების ადგილი და დღესაც 32 სატელევიზიო სეზონს უამრავი სიახლით იწყებს რომელი ახალი გადაცემები ჩაეშვება საეთერო ბადეში ამას გავიგებთ ნინუცა როსტიაშვილის სიუჟეტიდან სწორედ ახლა 31 წლიანი ისტორიის მქონე არხი დიდი ისტორიის წერას განახლებული გადაცემებით აგრძელებს. რუსთავი 2 სახეები ისტორიულ ქალაქ რუსთავში ტრადიციის გასაგრძელებლად იმ ხიდზე შეიკრიბნენ, რომელიც ძველ და ახალ რუსთავს ერთმანეთთან აკავშირებს. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ გადაიღეს არხის მთავარი საიმიჯო რგოლი, რადგან ტელეკომპანია რუსთავი 2 თავის ძველ ისტორიას ახალი გზით აგრძელებს. 1994 წლიდან დღემდე არხი ყოველთვის იყო ცვლილებებისა და ინოვაციების მთავარი ადგილი. დღესაც 32 სატელევიზიო სეზონის სამზადისი კამერებს მიღმა მყოფი ადამიანების დაუღალავი შრომით მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია პრომო რგოლების მონტაჟი. სტუდიებში ისმის დეკორაციების აწყობისა და სცენარების ფურცლის ხმა, რეჟისორებისა თუ პროდიუსერების აქტიური დისკუსიები. სამონტაჟო ოთახებში კი თითქმის არ ქრება შუქი. ახალ სეზონს თითოეული თანამშრომელი ახალი ენერგიით ეგებება. ჩვენთვის სიმბოლურია ახლა აქ დგომა, ვართ რუსთავში და როგორც რუსთავი ორელები უკვე 15 წელს ვითვლით, იკა შენს მე თიკა უფრო მეც 18 რა საჭირო იყო ეხლა არა კარგია საჭიროა იმიტომ რომ სხვა პასუხისმგებლობა, როდესაც ასე დროს რუსთავი 2-ის პრომოს გადაღებაზე ხარ რუსთავში და ემზადები ახალი სეზონისთვის. ზუსტად ასეთი გარიჟრაჟია ხოლმე ჩვენ რომ მოვდივართ სამსახურში, ხო და მინდა რომ ბედნიერი დილა ვისურვო ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლებისთვის, რადგანაც ჩვენი განწყობა პირდაპირ პროპორციულია, როგორი განწყობა ეთერში. ამიტომ კარგი განწყობით მოვდივართ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გრემა თქვენთვისაც გადამდები. გიბრუნდებით ეთერში ძალიან საინტერესო ახალი რეცეპტებით, ძალიან საინტერესო პატარ-პატარა ხრიკებით ჩვენი სამზარეულოდან და პირადად მე ძალიან მომენატრა შეხვედრა ჩვენს ერთგულ მაყურებელთან. ტრადიციულად დილის 8 ნახევარზე მაყურებელს პირველი დილა მშვიდობისა საქართველო მიესალმება. გადაცემის წამყვანები და შემოქმედებითი გუნდი 24 სეზონის დასაწყებად ემზადება. დიდი დაბრუნების დრო დგება დილა მშვიდობისა საქართველო უბრუნდება მაყურებელს და თაკო მიბრუნდება მე ეს არის ყველაზე დიდი სიახლე ჩემს მშობლიურ გუნდს, სტუდიას, ადამიანებს და ზურიკოს. მე ვიცი, ძალიან კარგად თვალს ვადევნებდი სოციალურ ქსელებში, ადამიანების შეფასებებს, ემოციებს, კომენტარებს, როგორ უნდოდათ, რომ აი ჩვენ ისევ შევერთებოდით და მოხდა კიდეც ასე 1 სექტემბრიდან უკვე მე და ზურა ვიზრუნებთ ჩვენ ტელემაყურებლის კარგ განწყობაზე. ბოდიში რომ განერვიულეთ, მაგრამ გეუბნებოდით, ეს არის დროებითი და აი ისიც ჩვენ ისევ ერთად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ სასიამოვნო მომენტს შევქმნით კვლავ ერთად. რუსთავი 2-ის ეთერში მაყურებელი ახალ გადაცემებს ნახავს. 6 სექტემბრიდან ყოველ შაბათ-კვირას ზურა შევარდნაძესთან ერთად ბევრ საინტერესო გამორჩეულ ადამიანს გაიცნობთ და მოისმენთ არაერთ საჭირო ინფორმაციას. ადამიანები, რომლებიც ბოსტანს უვლიან, არიან მოხერხებული ადამიანები, მოყავთ მოსავალი, რგავენ, თესავენ, კარგავენ, ქსოვენ, ქმნიან, ჭედავენ. ეს ადამიანები არ ჩანან და სინამდვილეში მათზე დგას ეს ქვეყანა. მე მგონი რომ გამოგვივა ისე ვაჩვენოთ ის ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმ კუთხით, რაზეც ნამდვილად ვდგავართ. სიახლებია შუადღის გუნდში, ეთერს ახალი წამყვანები შემოუერთდნენ. ლევან ხურციასა და თამთა გაზაშვილის, მარიამ შენგელიასა და ნიკა გაბელიას სატელევიზიო წყვილები მაყურებელს შეცვლილ დროს 2 საათის შემდეგ შეხვდებიან. შუადღის ეთერიდან მოისმენთ კულტურასა და სპორტში მიმდინარე მოვლენებს. ახალი სეზონიდან კი ბიზნეს სიახლეებს მაყურებელს სოფო ოხანაშვილი გააცნობს.
ძალიან მოტივირებულები ვართ, მონდომებულები ვართ. ეკრანზე ყოფნა არავისთვის სიახლე არ არის რასაკვირველია. თუმცა ამპლუას ფაქტობრივად ყველა ვიცვლით. ასე არის, ასე გამოვიდა. მე კურიერიდან გადმოვდივარ სრულად შუა დღეზე. ეს ძალიან დიდი ახალი ამბავია ჩემთვის და შესაბამისადაც ვარ მოტივირებული. არასოდეს არ მქონია ამ არხზე იმის შესაძლებლობა რომ რაღაც წამეყვანა და ეხლა ასე მოხდა და მე ძალიან მიხარია ეს ყველაფერი თამთამ როგორც თქვა პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეხლა თამთასთვისაც თავისი კუთხით იმიტომ რომ როცა უკვე არხზე ხარ და რაღაცა კუთხით გიცნობს მაყურებელი ხო მე გიწევს იმ წარმოდგენების კიდევ უფრო დადებითი კუთხით შეცვლა ახალ ამპლუაში და აი ამ მდგომარეობაში ვართ ეხლა ორივე და ფიქრობთ რომ მე მგონი გამოგვივა ეკრანი ჩვენთვის არ არის უცხო, მაგრამ ეს ფორმატია უცხო, რა ფორმატითაც უნდა წავსდგეთ ჩვენ მაყურებლის წინაშე, იმ მაყურებლის წინაშე, რომელიც ჩვენ ვიყავით რამოდენიმე დღის წინ და ზუსტად ხვდებით რა მოსწონს მაყურებელს და რა არა. შევეცდებით რომ ჩვენ ვიყოთ ისინი, ვინც ვართ და არ ვითამაშებთ რაღაც უცნაურ ადამიანებს. პირველად უნდა წავიყვანო გადაცემა და შუა დღე და მოკლედ ცოტა ისტერიკაში ვარ, მაგრამ მგონია რომ ყველაფერი იქნება შინაგანი არ მეტყობა საერთოდ რომ და ეგრე ვარ ზოგადად რომ ძალიან რომ ნერვიულობ მარტო მე ვიცი ეგ და ესე არ მეტყობა და იმედია რომ ესეც იქნება პირდაპირ ეთერში. სიახლეებია საღამოს ეთერშიც. დილამშვიდობისა საქართველოს წამყვანი არჩილ სოლოღაშვილი მაყურებელს დილის გარდა საღამოსაც შეხვდება. ასე მღერიან საქართველოში, ასე ქვია გადაცემას, რომელიც ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. მისი მუსიკალური პროდიუსერი კი ქეთი გაბისიანი გახლავთ. ყოველი ახალი გადაცემა არის ახალი გამოწვევა საკუთარ თავთან პირველ რიგში. ახალი ემოციები მაქვს რა, მინდა რომ ისეთი არ ვიყო როგორც მანამდე ვიყავი. ამიტომ რაღაცებს უგონებ ჩემ თავს და გუნდთან ერთად მუშაობ იმაზე რომ ცოტა სხვანაირი აჩიკო ვიყო, რადგანაც სხვანაირი გადაცემა. შემიძლია გითხრათ რომ სერიოზული პოპულარიზაცია გაუკეთდება ქართულ მუსიკას, კონკრეტულად სასიმღერო ჟანრს. აქ არ ვიქნები ჟანრობრივად შეზღუდული, ვიხილავთ ჩვენ საყვარელ მუსიკოსებს, სოლო მომღერლებს, ჯგუფებს, ანსამბლებს. ასევე საავტორო მუსიკასაც ძალიან დიდ ყურადღებას ავუთმობთ და რა ვიცი მე ჩემის მხრიდან ვპირდები მაყურებელს რომ ეს იქნება საკმაოდ მაღალხარისხიანი, გემოვნებიანი, ნამდვილად ჭეშმარიტად ქართული მუსიკის გადაცემა. არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების კურიერის ეთერში სიახლეებია. მაყურებელს საშუალება იქნება განახლებული ინფორმაცია უფრო ხშირად, ყოველ საათში ერთხელ მოისმინოს. ასევე ნახოს ახალი გადაცემა დღის სტუმარი. არხზე უცვლელი დროით რჩება კურიერი პიესი. გიყვებით იმას, რაც დღეს ხდება და ვამბობთ იმას, რაც შეიძლება მოხდეს. მთავარი პოლიტიკური მოვლენები და კითხვები, რომელიც თქვენგან. ობიექტურ ინფორმაციას მოისმენთ გადაცემაში ღამის კურიერი ნინო შუბლაძესთან ერთად. ორშაბათს და ოთხშაბათს, საღამოს 6-ს. ობიექტური ჟურნალისტიკა განსაზღვრავს რეალობას. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ კურიერი იქნება საათში ერთხელ. ტრადიციულ საათებზე გავა სრული კურიერი, საათში ერთხელ იქნება საანონსე კურიერი. ამას გარდა კიდევ პლუს ერთი სიახლე გვაქვს, დაგვემატა დღის სტუმარი. კურიერს 6 საათზე ყოველდღიურად ექნება დღის სტუმარი ეყოლება შაბათ-კვირის გარდა, რა თქმა უნდა. პარასკევს საღამოს 10 საათზე დაიწყება რეზო ჭეჭინაძის საავტორო გადაცემა ისტორია დეტალებში. ჩვენ შევეცდებით გავიხსენოთ ის ისტორიები და ის დეტალები, რამაც შექმნა დღევანდელი თანამედროვე საქართველო. ისეთი რასაც ჯერ არ უნახავს, ახალი თაობისთვის იქნება ალბათ ყველაფერი, შედარებით ძველი თაობისთვის იქნება გახსენება იმისა, რაც თავად გაიარეს და ნახეს და ეს იქნება ერთგვარი რეტროსპექტივა იმისი, თუ როგორ შენდებოდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, როგორც მისი დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები იქნება განხილული და შეფასებული უკვე გარკვეული დროის პერსპექტივიდან, ახალი თვალით. მაყურებლისთვის საყვარელი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ავტოგრაფი რუსთავი 2-ის ეთერში გაგრძელდება. ახლა უკვე რუსთავი 2-ის მაყურებელი მოისმენს ამბებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც საკუთარი ავტოგრაფი დატოვეს ქართულ კულტურაში. კიდევ ერთი ახალი გადაცემა ემატება